მეგობრებო, სამწუხაროდ ჩვენ გვიწევს, რომ გამადიდებელი შუშით დავაკვირდეთ რუსეთში განვითარებულ მოვლენებს. ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება ხშირად იყენებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იმ მეთოდებს, რომლებიც უკვე გამოცდილი აქვს პუტინს რუსების გასაჩუმებლად, რუსების დასადუმებლად და რუსეთში ავტორიტარული კი არა, ტოტალიტარული რეჟიმის დასამყარებლად. დღეს რუსეთიდან დევნილი ოპოზიციონერები, პოლიტოლოგები, მეცნიერები ხშირად საუბრობენ, რომ თანამედროვე რუსეთის ფედერაცია არა მხოლოდ უმკაცრესი ავტორიტარული რეჟიმი ან თითქმის ტოტალიტარული რეჟიმია, არამედ ამბობენ იმასაც, რომ თანამედროვე რუსეთი ეს არის ციფრული გულაგი, ანუ ერთგვარი საკონცენტრაციო ბანაკი ინტერნეტის თვალსაზრისით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისითაც. ყველაფერი დაიწყო დაახლოებით 10-15 წლის წინ. მოულოდნელად რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიწყეს საუბარი ბავშვთა პორნოგრაფიაზე, მის გავრცელებაზე ინტერნეტში, რაც საშინელება და უბედურებაა ცხადია. დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ხშირად ბავშვები თავად შედიან ისეთ ვებგვერდებზე, რომლებზეც არ უნდა შედიოდნენ. დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ბავშვები ხშირად ხდებიან ციფრული თუ არაციფრული ძალადობის მსხვერპლი ინტერნეტის გავლით. შესაბამისად, ოფიციალურმა უწყებებმა დაიწყეს მსჯელობა იმაზე, რომ მოდით დავაწესოთ გარკვეული რეგულაციები და შეზღუდვები ინტერნეტ სივრცეში ცო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ციდან არ ჩამოვარდნილა და მართლა ბავშვებზე ზრუნვის იდეა არ აწუხებდათ ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებს. ეს ინტერნეტში გარკვეული რეგულაციების დამყარებაზე საუბარი დაიწყო დაახლოებით 2011 წლისთვის, ვინც რუსეთის ყოფას ადევნებთ თვალს, იცით, რომ 2011 წელი იყო ბოლო წელი, როდესაც მასობრივი დიდი საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა რუსეთის დედაქალაქში, ეგრეთ წოდებული ბალოტნაე ძელა მაშინ მოხდა, როდესაც არჩევნების გაყალბების გამო უამრავი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და გააპროტესტა კენჭისყრის ფალსიფიკაცია. და აქ ინტერნეტმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, იმიტომ რომ მასალები, რომლებიც გავრცელდა ქსელში, სწორედ მოპოვებული იყო აი ამ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით, ანუ მობილურით გადაიღეს ადამიანებმა საარჩევნო უბანში არსებული მდგომარეობა და გაავრცელეს მერე სხვადასხვა საშუალებებით და ამან გამოიწვია დიდი პროტესტი არჩევნებთან დაკავშირებით და ადამიანების უკმაყოფილება და რაც მთავარია, ასევე სოციალური ქსელები იქნა გამოყენებული 2011 წელს ადამიანების მობილიზებისთვის და აი ამ ბალოტნაე პლოშადზე რომ გამოვიდნენ და გააპროტესტეს და მიტინგები ჩაატარეს, აი ამ თვალსაზრისითაც ინტერნეტი მთავარი ინსტრუმენტი იყო ხოლმე ოპოზიციონერი აქტივისტებისთვის. ანუ ნახა რა რუსეთის ხელისუფლებამ, რომ ინტერნეტი ეს სათამაშო მოვლენა არ არის და ინტერნეტის გამოყენება შეიძლება როგორც ხელისუფლების მხილებისთვის, ასევე ადამიანების მობილიზებისთვის, აი სწორედ მაშინ გაახსენდა ბავშვთა პორნოგრაფია, მისი რეგულირების აუცილებლობა და დაიწყო ნელ-ნელა მარწუხების მოჭერა თავისუფალი ინტერნეტისთვის და ადამიანების შევიწროვება სოციალურ ქსელებში იქნება ეს თუ ვირტუალურ სივრცეში. და დღეს აი ეს ნელ-ნელა დახრჩობის მცდელობა მივიდა იქამდე, რომ რუსეთი თანამედროვე ციფრულ გულაგად არის ჩამოყალიბებული. და ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ჩვენ რამდენიმე კომპონენტი. აი მაგალითად ავიღოთ სოციალური ქსელების კომპონენტი. დღეს თანამედროვე რუსეთში მაგალითად მეტა, ანუ Facebook-ის, Instagram-ის, WhatsApp-ის და სხვა ინსტრუმენტების მფლობელი კომპანია გამოცხადებული არის ექსტრემისტულ ორგანიზაციად. შესაბამისად, Facebook-ისა და Instagram-ის გამოყენება რუსეთში შეუძლებელია, დაბლოკილია ეს ვებგვერდები. რაღაც შემოვლითი გზები შეიძლება მოძებნონ ადამიანებმა, მაგრამ ოფიციალურად დაბლოკილია ორივე ეს სოციალური ქსელი. დაბლოკილია რუსეთში ასევე X-ი, ყოფილი Twitter-ი. ანუ ეს ძირითადი სოციალური ქსელები, რაც არსებობს და პოპულარულია მთელ მსოფლიოში, რუსეთში ისინი დაბლოკილნი არიან. ავიღოთ თქვათ YouTube-ი.
YouTube-იც ძალიან დიდი ხარვეზებით მუშაობს, უამრავი არხი დაბლოკილია თვითონ YouTube-ის შიგნით, სპეციალური ღონისძიებები ტარდება ვიდეოების ხარისხის გაუარესებისთვის ან ინტერნეტის ჩენელებისთვის YouTube-ის გამოყენების დროს. მოკლედ YouTube კი მეტნაკლებად ხელმისაწვდომია რუსეთში, მაგრამ დაცხრილულია YouTube და მისი სრულყოფილი მოხმარება და გემრიელად მოხმარება შეუძლებელია აი ამ სხვადასხვა ღონისძიებებიდან გამომდინარე, ხო? თავისუფალი ენციკლოპედია ვიკიპედია, ის ერთგვარი სოციალური ქსელია, იმიტომ რომ პირად ინიციატივებზე და მომხმარებელთა აქტიურობაზე დგას, ისიც გარკვეული ხნით დაბლოკილი იყო, მერე გახსნეს და კიდევ პრობლემებს უქმნიან ვიკიპედიას რუსეთში და შიგნით ვიკიპედიის რესურსზე მიმდინარეობს დიდი ომები, რომელიც საკითხი როგორი ინტერპრეტაციით იქნება ასახული ამ ვებგვერდზე. ეს სოციალური ქსელების კომპონენტი. მოდით ახლა მესენჯერებზე ვისაუბროთ და მესენჯერების თვალსაზრისით რა ვითარებაა რუსეთში. თქვენ ყველას გაქვთ ალბათ ტელეფონში WhatsApp-ი, Viber-ი, Telegram-ი ან რაიმე სხვა მესენჯერ აპლიკაცია და ინტენსიურად იყენებთ მათ. აი რუსეთში WhatsApp-ი მაგალითად ოფიციალურად აკრძალულია, მოქალაქეები ახერხებენ ამ საშუალებით სარგებლობას ისევ შემოვლითი გზებით, მაგრამ დაბლოკილია იგი სახელმწიფო დონეზე. დაბლოკილია Viber-ი, მისი გამოყენებაც აკრძალულია. Telegram-ი არის მუდმივი საფრთხის და დაბლოკვის წინაშე. ხან დაბლოკავენ, ხან გამბლოკავენ, ხან ჩაანაცვლებენ, ხან ვერ ჩაანაცვლებენ და Telegram-საც მოკლედ განსაკუთრებით ებრძვიან. ანუ თანამედროვე ცნობილი აპლიკაციებით სარგებლობა, მესენჯერ აპლიკაციებით სარგებლობა რუსეთში ძალიან გართულებულია, ან საერთოდ შეუძლებელია ზოგიერთი მათგანის გამოყენება. ამის სანაცვლოდ, ეს ხო რუსებისთვის დამახასიათებელი ნიშანია, რომ რაღაც ტექნოლოგიას მოიპარავენ დასავლეთიდან, მისცემენ თავისებურ სახეს, თვითონ როგორც აწყობთ ისეთ სახეს და მერე იყენებენ ამ სახეშეცვლილ დამახინჯებულ ტექნოლოგიას საკუთარი მიზნებისთვის. მაგალითი ამისი არის ის, რომ ამ მესენჯერ აპლიკაციების აკრძალვის ფონზე რუსებმა შექმნეს თავიანთი მესენჯერ აპლიკაცია, Maxi და თქვეს, რომ აი ეს გამოვიყენოთ, ეს უსაფრთხოა, ეს ამერიკისგან და მასონებისგან არ კონტროლდება და სახელმწიფო აქტიურად ავალდებულებს სხვადასხვა საბიუჯეტო დაწესებულებებს, რომ ნებისმიერი კომუნიკაციისთვის გამოიყენონ ეს აპლიკაცია Maxi. ავალდებულებს მასწავლებლებს, რომ გამოიყენონ ეს აპლიკაცია, ექიმებს და სხვა დაწესებულებების წარმომადგენლებს, რა ძირითადად საბიუჯეტო და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებს და ხელოვნურად უწყობს ხელს იმას, რომ ეს აპლიკაცია Maxi მთელი რუსეთის მასშტაბით გავრცელდეს და რა თქმა უნდა, Maxi მთლიანად არის მიბმული ფედერალურ უშიშროების სამსახურთან და ყველა ის პირადი მონაცემი თუ ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში გაკონტროლებული არის სპეც უწყებების მიერ. აი რუსული სტანდარტი ინტერნეტის თავისუფლებისა. მესენჯერების შემდეგ ზოგადად საიტებზე და ვებგვერდებზე ვისაუბროთ. მოდით რუსეთში კომუნიკაციების საკითხს არეგულირებს კომუნიკაციების კომისია Roskomnadzor. როგორც ჩვენთან არის კომკომი, იქ არის Roskomnadzor. ეს არის არაჩვეულებრივი ძალაუფლების მქონე სტრუქტურა, რომელსაც ყველაფრის უფლება აქვს, ყველაფრის გაჩერების უფლება აქვს, ყველაფრის შეზღუდვის უფლება აქვს ინტერნეტში და ამ თავისუფლებებს Roskomnadzor დიდი მონდომებით იყენებს, სხვადასხვა ცნობებით რამდენიმე მილიონი ვებგვერდია დაბლოკილი რუსეთში. რამდენიმე მილიონი. და დაბლოკვის მიზეზები სხვადასხვაა. ზოგიერთ საიტს ბლოკავენ, იმიტომ რომ ამბობენ თითქოს ეს ვებგვერდები პირდაპირ არიან დაკავშირებულნი ამერიკასთან და ევროპასთან, ზოგიერთი საიტი იბლოკება, იმიტომ რომ იქ ვრცელდება ანტიეროვნული მასალები, Roskomnadzor-ის ცნობით, ზოგიერთ შემთხვევაში საიტებს ბრალად ედებათ
fake news-ის გავრცელება რუსეთის არმიის შესახებ, ზოგიერთ ვებგვერდს იმიტომ ბლოკავენ, რომ თითქოს ის რაღაც რელიგიურ ფუნდამენტალიზმთან არის ან ექსტრემისტთან დაკავშირებული და ასე შემდეგ. ანუ მიზეზ დოსმარილი აკლიაო, ნებისმიერი მიზეზის გამონახვა შეიძლება იმისთვის, რომ სხვადასხვა ვებგვერდები ამოიშანთოს რუსული ინტერნეტ სივრცისგან და აი ამ ამოშანთვის მეთოდს როსკომნadzორი ძალიან დიდი მონდომებით იყენებს და ბევრი ვებგვერდი საერთოდ ხელმიუწვდომელი არის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. აი ამ ციფრული გულაგის შემადგენელი ნაწილია ისიც, რომ რუსეთში ტარდება ეგრეთ წოდებული ციფრული სუვერენიზაციის პოლიტიკა, სხვათა შორის ამ პოლიტიკის უკან ყოველ შემთხვევაში საპარლამენტო დონეზე დგას ბატონი ლუგავოი, გახსნოთ ეს ცნობილი ტერორისტი, რომელმაც პოლონიურით მოწამლა ლიტვინენკო, სხვათა შორის ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელი იყო იგი თავის დროზე და აი ეს ტერორისტი არის სწორედ აი ამ ციფრული სუვერენიზაციის იდეის მთავარი მოტორი რუსეთის პარლამენტის დონეზე. და რას გულისხმობს ეს ციფრული სუვერენიზაცია? ციფრული სუვერენიზაცია გულისხმობს იმას, რომ რუსეთს უნდა შეეძლოს დანარჩენი მსოფლიოსგან დამოუკიდებლად თავისი ინტერნეტ საქმიანობის განხორციელება. მარტივად რომ ვთქვათ, რომ ჩაჭრა რუსეთი მთელი დანარჩენი გლობალური ინტერნეტ ქსელისგან, ის მაინც უნდა არსებობდეს და რუსეთის შიგნით შეზღუდულად თავის საქმეს მაინც უნდა აკეთებდეს და ამისთვის უამრავი ინფრასტრუქტურული საქმეა გასაკეთებელი, სერვერებია გასაკეთებელი ადგილობრივ დონეზე, ინფორმაციული ბაზების შექმნა საჭირო და ასე შემდეგ. ამას დიდი ფული ჭირდება და სპეციალური საკანონმდებლო ინიციატივები მრავლად არის რუსეთში უკვე თავმოყრილი, რათა ჩაიჭრას საჭიროების შემთხვევაში რუსეთი მთელი დანარჩენი გლობალური ინტერნეტ ქსელისგან. ეს ციფრული სუვერენიზაციის იდეა ნაწილობრივ ასევე გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ოპერატორი, რომელიც რუსეთის ინტერნეტ ბაზარზე შემოდის, ვალდებული ხდება, რომ ითანამშრომლოს FSB-სგან, ესე იგი უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან, ვალდებული არის, რომ მას ინფორმაცია მიაწოდოს, ვალდებული არის, რომ სერვერების ნაწილი რუსეთში დააფუძნოს, ანუ რუსეთის მოქალაქეებს, რომელი სერვერებიც ემსახურება, ის და რუსეთში იყოსო, ეს იდეაც აქვს და რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს FSB-ს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ აი ამ ინტერნეტ სერვისების მუშაობა შეაჩეროს, გააკონტროლოს, გამოითხოვოს იქიდან ზოგიერთი ინსტრუმენტი და ასე შემდეგ. მოკლედ, ციფრული სუვერენიზაციის მეორე კომპონენტი სწორედ ეს არის, რომ ყველაფერი FSB-ს გავლით. ყველაფერზე წვდომა უნდა ჰქონდეს FSB-ს. ამ ყველაფერს მეგობრებო, ემატება ის, რომ თანამედროვე რუსეთში გახშირდა მობილური ინტერნეტის და ასევე Wi-Fi სერვისების გათიშვის ტენდენციაც. მაგალითად, როსტოვის ოლქში, როგორც წავიკითხე ნოვაე გაზეტას ევროპულ რედაქციაში, როსტოვის ოლქში 20 დღით გათიშული ყოფილა მობილური ინტერნეტი და გართულებული ყოფილა ხელმისაწვდომობა Wi-Fi სერვისებზე, ხო, განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ანუ მთელ რიგ რეგიონებში იქნება ვითარება, როცა შენ მარტო სტაციონარულ კომპიუტერთან სახლში ყოფნის დროს შეიძლება გქონდეს ინტერნეტთან წვდომა და გარეთ მობილური ინტერნეტით ან Wi-Fi-ით ვერ ისარგებლო. და მარტო როსტოვის ოლქი არ ყოფილა, ესე უამრავ რუსეთის მხარეში იგივე მოხდა, უამრავი რეგიონი აღმოჩნდა იგივე საფრთხის წინაშე, რომ ინტერნეტი გაქრა. და 20 დღის მერე მოვიდა, 17 დღის მერე მოვიდა, 15 დღის მერე მოვიდა და ასე შემდეგ. ეს ინტერნეტ შატდაუნები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა უკვე მოსკოვშიც და პეტერბურგშიც და აღშფოთებულები არიან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, თურმე, რომლებიც მთლიანად დამოკიდებულნი არიან აი ამ
ელექტრონულ სერვისებზე, შეკვეთებზე და ეს მობილური ინტერნეტის გათიშვა მათ უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს და დიდი დანაკარგი აქვთ მოკლედ მათ თავიანთ ბიზნესში და ესე იგი ფარული წინააღმდეგობა ამ გათიშვების მიმართულებით რუსეთში არსებობს. ინტერნეტის მასობრივი გათიშვები რუბილნიკიდან ამოგდება ინტერნეტის, ასევე საბუთდება კეთილშობილური მიზნებით, რომ უკრაინულ დრონებს რო არ მიეწოდოთ ასე ვთქვათ სიგნალი, ამიტომ ბლოკავთ ჩვენ მობილურ ინტერნეტს. ისეთ პირდაპირ კავშირი არსებობს თუ არა დრონებსა და ინტერნეტის გათიშვებს შორის, ეს კაცმა არ იცის და ამას კიდევ უფრო მეტი არგუმენტის მოსმენა სჭირდება, რომ ამაში დარწმუნდნენ ადგილობრივები რა, მოკლედ. რა თქმა უნდა, ეს ინტერნეტის გათიშვები არ არის ჩვეულებრივი საკითხი, ის გადაჯაჭვული არის სხვა თემებთანაც. მაგალითად, რუსეთმა, აი ამ როსკომნაძორმა უკვე შეიმუშავა ეგრეთ წოდებული თეთრი სია ვებგვერდებისა, რომლებიც ინტერნეტის გათიშვის მიუხედავად მაინც იმუშავებენ. ამ სიაში, რა თქმა უნდა, შედიან ის ვებგვერდები და აპლიკაციები, რომლებიც მაქსის მსგავსად მოპარული ტექნოლოგიების დამახინჯების და სათავიცოდ გამოყენების პრაქტიკით არიან შექმნილნი. მაგალითად, იცით რომ არსებობს ადნაკლასნიკები, არსებობს თქვათ ვკონტაქტე, ეს დიდი სოციალური ქსელი და მულტიმედია ორგანიზაცია, რომელიც მთელს ეკოსისტემას აშენებს და ამ კონტაქტეს გენერალური დირექტორი სხვათა შორის არის ვლადიმერ კირიენკო, ესე იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის სერგეი კირიენკოს ვაჟი. თან სერგეი კირიენკო ქვეყნის შიდა პოლიტიკის კოორდინატორია პუტინის კარზე და აი წარმოიდგინეთ საკუთარი შვილის საშუალებით იგი ცდილობს რომ გააკონტროლოს ეს ინტერნეტ სივრცე. ასევე სახელმწიფო სერვისები იქნება გათიშვის მიუხედავად ხელმისაწვდომი. ერთი სიტყვით რუსეთი ქმნის ისეთ გარემოს, რომ ადამიანებმა ისარგებლო მხოლოდ რუსეთში შექმნილი აპლიკაციებით და ვებგვერდებით, მთლიანად მოწყდნენ საერთაშორისო გლობალურ ქსელს და ინტერნეტის ესე იგი გათიშვის მიუხედავად რუსეთის ხელისუფლებას რომელი ვებგვერდებიც უნდათ, იმ ვებგვერდებზე ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ. ანუ ადამიანი თვითონ კი არ განსაზღვრავს, რომელი საიტი გამოიყენოს და როგორ გამოიყენოს, არამედ სერგეი კირიენკოს შვილის მიერ შექმნილი ეკოსისტემით და რუტუბით და კონტაქტეთი ისარგებლებს და Facebook-ით და Twitter-ით ვერა და აი ამითი შემოფარგლა მოკლედ რუსეთის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ ადამიანების მოქმედების არეალი. ძალიან ბევრი ბარიერია შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანებმა თავისუფლად გამოიყენონ ინტერნეტი და მართლა ციფრულ გულაგს ემსგავსება თანამედროვე რუსეთი და ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ნელ-ნელა საქართველოშიც არ შემოგვაპარონ ამგვარი რეგულაციები. რა თქმა უნდა, აუცილებელი არის ბავშვების დაცვა ინტერნეტში, ამ მიმართულებით უნდა არსებობდეს კანონმდებლობა, მაგრამ იქვე ჩვენ მხიზლად უნდა ვიყოთ, რომ ნელ-ნელა ქართულმა უცნებამაც არ დაიწყოს პატარა ციფრული გულაგის მშენებლობა საქართველოში და ნელ-ნელა არ შეუტიოს თავისუფალ ინტერნეტს.